იელის უნივერსიტეტის იშვიათ წიგნთა საცავში ინახება უძვირფასესი წიგნი, რომლის არსებობაც არ ექვემდებარება სააღაზრს. არავინ იცის მისი დაწერის დრო. არ არსებობს ალფაბეტი, რომელზეც იგია დაწერილი. იგი არც ერთ ცნობილ დამწერლობას არ ჰგავს. მანუსკრიპტში მრავლადაა ილუსტრაციები. ილუსტრაციები მცენარეებისა, რომელთა უმრავლესობა არ არსებობს. ილუსტრაციები ვარსკვლავური ცისა, თვითვარსკვლავებისა და ნათობებისა, რომლებიც დედამიწიდან არ ჩანან. ილუსტრაციები შიშველი ქალებისა, რომლებიც თითქოს ავადმყოფური სიზმრიდან მოსულან. ქალები, რომლებიც უცნაურ მილებში ყოფენ კიდურებს, ან მწვანე სითხით სავსე აუზებში ბანაობენ. ქალები, რომლებიც შეიძლება გააცოცხლო. ეს არის წიგნი, რომელიც არ იშიფრება. იგი ვერ წაიკითხეს შუა საუკუნეებში. ვერ წაიკითხა უცნობილესი დეშიფრატორის ალან ტიურინგის ლაბორატორიამ, რომელმაც პრაქტიკულად ამოუხსნელი გერმანული წყალქვეშა შიფრი ენიგმა ამოხსნა. მისი საიდუმლოს გაშიფრაზე მუშაობენ ამერიკის დაზვერვის დეშიფრატორები, ცენტრალური სადაზვერვო ბიურო, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო და სილიკონის ველის ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტები. მაგრამ სრულიად ამაოდ, წიგნი ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება. ვინ შექმნა ეს ფანტასმაგორია? ალქიმიკოსმა თუ ფსიქიურად დაავადებულმა ადამიანმა? ამ კითხვაზე პასუხს აგერ უკვე 5 საუკუნე არაც ეძებენ. ეს დოკუმენტი კი რეალურად არსებობს და მას ვოინიჩის მანუსკრიპტს უწოდებენ. იგი ყველაზე იდუმალ ხელნაწერად ითვლება. იგი რაღაც დიდ საიდუმლოს ინახავს, მაგრამ ასევე არ არის გამორიცხული, რომ ვოინიჩის ხელნაწერი ყველაზე დიდი მისტიფიკაციაც იყოს კრიპტოლოგიაში. დღეს თქვენ მოისმენთ მართლაც ფანტასტიკურ ისტორიას. თქვენ ჩაიხედავთ ბნელ უსკრულში და მიხვდებით, თუ რატომ კარგავდა სააღაზრს ზოგიერთი მკვლევარი, რომელიც ამ ხელნაწერთან მუშაობდა. თქვენ იმოგზაურებთ დროში და გაიცნობთ ადამიანებს, რომლებიც ამ წიგნთან არიან კავშირში და რომლებიც ქმნიდნენ ისტორიას. უყურე ვიდეოს ბოლომდე, მოусმინეთ და ნახე ჯერ კიდევ შეუცნობელი. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ჩვენს მაყურებელთა შორის იყოს ის ადამიანი, რომელიც 1000 ლეულის საიდუმლოს ამოხსნის. დღევანდელი თემა ძალიან საინტერესოა. იმდენად საინტერესოა, რომ მე მუშაობის პერიოდში მივხვდი, რომ მას მე კიდევ ერთხელ დავუბრუნდები. თქვენ კი გირჩევთ ბოლომდე ნახოთ ვიდეო, იმიტომ რომ მე სიურპრიზი გიმზადებთ ბოლოსკენ. და იმედია, რომ ჩემთან ერთად შეუერთდებით სწორედ იმ საიდუმლო გასაღების მაძიებელთა დიდ არმიას, რომელიც დედამიწაზე არსებობს და ამის გასაღებს თქვენ იპოვით სწორედ ვიდეოს ბოლოსკენ. მე მინდა გთხოვოთ, რომ დაწეროთ აუცილებლად კომენტარებში თქვენი აზრი, წინასწარი ყოველ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, მას მერე რაც ნახავთ ვიდეოს ბოლომდე. მოიწონოთ ვიდეო თუ იგი მოგეწონებათ, იმიტომ რომ ეს არის თქვენი პატარა წვლილი ძალიან დიდ საქმეში. მე ამას ტყუილად არ გთხოვთ. YouTube-ის ალგორითმი, რომელიც სრულიად გაუგებარია ჩემთვის, ითხოვს, რომ ვიდეოს კონდეს ბევრი მოწონება, რათა მან უფრო მეტ ადამიანამდე მიაღწიოს. და რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფინანსურად ეხმარება ჩემს არხს და როგორც მე ყოველთვის ვამბობ და არ მომბეზრდება, თქვენ მე მაძლევთ სტიმულს, რომ მოვძებნო ახალი საინტერესო თემები, ვიმუშაო ამ თემებზე და შემდეგ, როგორც შემიძლია, დახვეწილი სახით მოგაწოდოთ თქვენ. მაშასე 1912 წელი ევროპაში შედარებითი, უფრო სწორად კი მოჩვენებითი სიმშვიდეა, ისეთი როგორც აი ჭექა-კუხილის და ძლიერი შტორმის წინ იცის ხოლმე. ანუ 2 წელიც და დიდი ომიც დაიწყება. აქვს იარაღი, არ აქვს იარაღი, აინტერესებს ეს ომი, არ აინტერესებს, ეზარება, არ ეზარება, ყველა ჩართულია, მთელი ევროპა ჩართულია, აზიის ნაწილი ჩართულია, აფრიკა ჩართულია, ამერიკაც ჩართულია ამ ომში და აღარავის აინტერესებს ის პრობლემები, რომლებიც აქამდე იყო.
იტალიაც, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ჩართულია, ზოგადად პოლიტიკაში, ის ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყანა ევროპის. იტალიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეკლესიამ თავის თავს უნდა მოუვაროს, არ არის აუცილებელი მათ ბიუჯეტიდან ვაჭამოთ ჩვენი გადამხდელების ფული. მოუვარონ თავიანთ თავს და ფული საკმაოდ აქვს, ისედაც ძირითადად ეს შეეხო სხვადასხვა ორდენებს, იქ ბენედიქტელების, ფრანცისკანელების, იეზუიტების და ასე შემდეგ და ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული ორდენი აღმოჩნდა იეზუიტების ორდენი და რათა თავი გადაერჩინათ, მათ დაიწყეს საცავებიდან იმ საგანძურის გამოტანა, რომლის გაყიდვაც მათ არ ენანებოდათ. ამით ისარგებლა პოლონური წარმოშობის ძალიან დიდარმა კოლექციონერმა ვილფრედ ვოინიჩმა, იგი ამერიკელია, მაგრამ პოლონური წარმოშობის. იგი ჩადის იტალიაში, დაივლის იეზუიტების ყველა მონასტერს, ყიდულობს იმ ხელნაწერებს, რომელსაც თulis რომ შემდეგ უკვე სარფიანად გადაყიდის ამერიკაში. სხვა შორის ვოინიჩი გახლავთ ჩვენი თაობისთვის ძალიან ცნობილი მწერლის, რატომღაც ჩვენ თაობაში არ ამგონია ახალგაზრდებმა იცოდნენ ვივიენ ვოინიჩი, რომელმაც დაწერა რომანი კრაზანა. არც არ მომწონდა ეს რომანი მართალი გითხრათ, მაგრამ იმ პერიოდში ეს პოპულარული რომანი იყო საკმაოდ. სწორედ მისი მეუღლეა. მას ასევე ვილფრედს ჩააქვს ამერიკაში თავისი ეს კოლექცია, რაც იყიდა მან იტალიაში და ამ კოლექციაში აღმოაჩენს ძალიან უცნაურ ხელნაწერს. ხელნაწერი შედგება 120 ფურცლისგან, ანუ 240 გვერდისგან, როგორც ვარაუდობენ, გვერდები დანომრილია და ამიტომ არის ეს ვარაუდი, რომ 14 გვერდი დაკარგულია. 80% ამ გვერდებისა არის ილუსტრირებული. ტექსტი არის ძალიან კალიგრაფიულად, გამართულად შესრულებული, მაგრამ მისი არც ერთი სიმბოლო, რომელიც შეგვიძლია თქვა, პირობითად დავარქვათ მათ ასოები, არავისთვის ცნობილი არ არის. ხელნაწერი არის დაყოფილი თავებად და მე ამ თავების შესახებ მოგიყვებით. ფურცლების ზომა გახლავთ 22-16 სანტიმეტრი, ეს დაახლოებით იგივეა, რაც ჩვეულებრივი თაბახის A4 ფორმატის ფურცელი. ეს ფურცლები გაკეთებული არის უძვირფასესი პერგამენტისგან, რომელიც დამზადებულია ხბოს მუცლის ნაწილის ტყავისგან. რაც შეეხება წარწერებს, ისინი შესრულებული არის ძალიან საინტერესო ტექნიკით, რომელიც მაშინ გამოიყენებოდა. ეს არის მუხის გალები და რკინის მარილების ნაზავი. რა არის გალა? გალა გახლავთ მცირე ზომის მწერების მიერ, მიკროსკოპული ზომის მწერებია, ძირითადად კრაზანების წარმომადგენლები არიან ისინი. ეს მწერები აკეთებენ პატარა ნაჭდევებს ფოთლებზე, არა მხოლოდ მუხის ფოთლებზე. შემდეგ ამ ნაჭდებში დებენ კვერცხს, შიგნით უშვებენ სპეციალურ სითხეს, რომელიც იწვევს მუხის ფოთლის ქსოვილების უსისტემო ზრდას. ამ სიმსივნეებს, მოდით ასე დავარქვათ, გარკვეული ფორმები აქვს. მუხის ფოთლებზე ეს ძირითადად არის ბურთები, რომელსაც აქვს ძალიან მყარი გარეკანი და შიგნით არის როგორც პენოპლასტი, ესეთი. ამიტომ იმ ერთი წლის განმავლობაში სანამ კვერცხი და მატლი გამოიჩეკება ამ გალაში, ამ ბურთში, თვითონ ჩანასახი და მატლი არიან დაცული გაყინვები -60, -70 გრადუსს უძლებს შიდა ნაწილი, ისეთნაირად არის აგებული ამ გალასი. შემდეგ გაზაფხულზე გალა იხრიტება და იქედან უკვე ზრდასრული მწერი გამოდის და სწორედ ამ გალების წვენი შერეული რკინის მარილებთან, აი ამისგან კეთდება ძალიან მაღალი ხარისხის ტუში. ტუში, რომელიც ფაქტიურად არ ხუნდება. ასეთი ტუშით არის დაწერილი ის სიმბოლოები, რომლებიც ამ მანუსკრიპტში არის და მათი რაოდენობა არის დაახლოებით 140,000. პროფესიონალის გაკეთებულია აშკარად, აკინძული პროფესიონალის მიერ არის და დაწერილი არის, რა თქმა უნდა, ბატის ფრთით, რაც მაშინ გამოიყენებოდა კალმად. ცნობილია ამ ხელნაწერის ისტორია საბედნიეროდ, იმიტომ რომ იმ პერიოდში ეს გახლავთ წმინდა თუ საღვთო რომის იმპერიის პერიოდი, გერმანიის ჰაბსბურგების დინასტიის მიერ არის დაარსებული და მასში შედის ევროპის სხვადასხვა ქვეყნები. ამ დროს ხდებოდა, ისე როგორც გერმანელებს დღესაც ჩვევიათ, ეს ბიუროკრატიულად ყველაფრის აღწერა, ამიტომ
ამ ხელნაწერის ისტორია ცნობილია. თავიდან ხელნაწერი ხვდება ჩეხი მეცნიერის და ალქიმიკოსის გეორგ ბარეშის ხელში. იგი ცდილობს ამ მანუსკრიპტის გაშიფრვას, მაგრამ ამაოდ. იგი უკავშირდება იმ დროისთვის ძალიან ცნობილ ათანასიუს კირჰერს. კირჰერი არის უსამართლოდ მივიწყებული ადამიანი, ამ დროს იგი ფაქტიურად გენიოსია, თავისი თაობის და შემდგომი თაობისთვისაც იგი საოცარ რაღაცებს აკეთებს, მაგალითად მას აქვს გამოკვლეული ვულკანების წარმოშობა და მათი აქტივობა და მათი რუკები აქვს შედგენილი. მას აქვს დადგენილი კავშირი ვირთაგვებს, წყილებსა და შავი ჭირის გავრცელებას შორის და ასევე იგი არის, მასზე ლეგენდები დადიოდა, რომ მას შეეძლო ერთ კვირაში სრულყოფილად ესწავლა ნებისმიერი ენა. და ასეც არის. კირჰერმა იცის აბსოლუტურად ყველა ენა, რაც იმ დროისთვის არის ცნობილი და თქვენ წარმოიდგინეთ ისენებიც კი, რომლებიც სრულიად ახალი აღმოჩენილია, მაგალითად სამხრეთ ამერიკული და ასე შემდეგ. მანვე სხვათა შორის გაშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები, მაგრამ სამწუხაროდ მას ეგონა რომ სწორად, მაგრამ არასწორად, თუმცა თვითონ გასაღები სწორად მოარგო. მოგეცენება შემდეგ იეროგლიფები უკვე გაიშიფრა შამპოლიონის მიერ, ფრანგი მეცნიერის მიერ, მას შემდეგ რაც როზეტის ქვა იპოვეს, სადაც იეროგლიფებიც არის და ბერძნული წარწერაც. ასევე კირჰერი ერთობოდა შიფრებით. მას შეეძლო ნებისმიერი შიფრის შედგენა და ნებისმიერი შიფრის გაშიფრვა. ბარეში წერს, რომ ეს ხელნაწერი მან იპოვა იმპერატორ რუდოლფ მეორის ბიბლიოთეკაში. მას შემდეგ იგი ცდილობს მის გაშიფრვას, ტვინი დაასხა, ვერაფერს ვერ აკეთებს და იცის რომ უნდა დაანებოს ამას თავი, იმიტომ რომ ამის გაკოტრდა უკვე ადამიანის სხვა არაფერი აინტერესებს, მაგრამ მაინც ვერ ეშვება და მას უნდა რომ კირჰერს გადასცეს ეს ხელნაწერი, რათა მან გაშიფროს. მაგრამ კირჰერს ძალიან ცუდი რამ მოსდის. იგი ვულკანის შესასწავლად ეშვება ვულკანის ყელში, კრატერში და იწამლება აირებით, მართალია იგი გადარჩება, მაგრამ როდესაც დაბრუნდება სახლში რამდენიმე დღეში კვდება. ახლა რაც შეეხება თვითონ რუდოლფ მეორის, რომელიც მე უკვე ვახსენე, რომელსაც ეკუთვნოდა, რომლის ბიბლიოთეკაშიც აღმოაჩინა ბარეშმა ეს წიგნი, რუდოლფ მეორე გახლდათ რომის წმინდა იმპერიის, ავტოიმპერიის იმპერატორი. ჰაბსბურგების დინასტიიდან იყო, რა თქმა უნდა, და იგი მეფობდა 1576-დან 1612 წლამდე. იგი ძალიან სუსტ მმართველად ითვლებოდა, იმიტომ რომ მას თითქოს არ აინტერესებდა მაინც და მაინც ეს იმპერიული ამბები. იგი დეპრესიული ტიპი იყო, სხვა შორის ამ დეპრესიას ალკოჰოლში ახრჩობდა ძირითადად. ვენაში იყო მისი კარი, მაგრამ ვენიდან იგი გადაიტანა პრაღაში. რატომღაც მან ჩათვალა, რომ პრაღა უფრო შეესაბამება მის სულიერ მდგომარეობას და პრაღაში მან მოაწყო ნამდვილი სამეცნიერო მექა. მან დაუძახა ყველა იმ მეცნიერს, რომელიც მაშინ იდევნებოდა სხვადასხვა, თქვათ ზოგიერთ ერეტიკოსად თვლიდნენ, იყვნენ აქ ებრაელები, რომლებიც ასევე იდევნებოდნენ, მაგალითად იგივე ესპანეთში, იტალიის ჩრდილოეთში, საფრანგეთში და მან პრაღაში მოუყარა თავი ამ ყველა ადამიანს. აქ შეხვდებოდით ექიმებს და ექიმბაშებს, ასტრონომებს და ასტროლოგებს, ფიზიკოსებს და მეტაფიზიკოსებს, მოკლედ ყველას, ვისაც კი სადღაც ახლოს გაუვლია მეცნიერებასთან. რუდოლფ მეორეს სტუმრობდნენ ისეთი გამოჩენილი მეცნიერები, როგორიც არიან იოჰან კეპლერი, ტიხო ბრაგე, ჯორდანო ბრუნო. მოკლედ პრაღა გადაიქცა იმ დროინდელ სილიკონის ველად, სადაც ყველა წარმატებულმა მეცნიერმა მოიყარა თავი და რომლებმაც მართლაც გადატრიალებები მოახდინეს როგორც ადამიანის გონებაში, ასევე მეცნიერებაში. რუდოლფი აგროვებდა სხვადასხვა კოლექციებს, მის კოლექციებში იყო სხვადასხვა მინერალები, კრისტალები, ცხოველები, მცენარეული ჰერბარიუმები, ქიმიური შენაერთები, ტელესკოპები, გამადიდებელი მინები, რა ვიცი, ყველაფერი, რასაც მაშინ იგონებდნენ, ამას ყველაფერს რუდოლფი ყიდულობდა. ბარეშის სიკვდილის შემდეგ ხელნაწერი ხვდება იოანე მარცის ხელში და როგორც მარცი წერს, რუდოლფმა ეს ხელნაწერი 1580 წელს ცნობილი ასტროლოგის და გეოგრაფის ჯონ დისგან შეიძინა 600 დუკატად.
600 დუკატი წარმოუდგენელი ფულია დაახლოებით 2 კილოგრამამდე სუფთა ოქროა. ეს იმაზე მიუნიშნებს, რომ რუდოლფი ძალიან იყო აი ესეთი რაღაცეებით გატაცებული. და აქვე მარცი წერს, რომ ხელნაწერი მისი აზრით არის შესრულებული როჯერ ბეიკონის მიერ. როჯერ ბეიკონი გახლავთ ფრანცისკანელი ბერი, რომელიც მოღვაწეობდა ინგლისში მე-13 საუკუნეში და ეს გახლდათ მართლაც უნიკალური პიროვნება. პიროვნება, რომელიც სწავლობდა ბოტანიკას და ზოოლოგიას და აქვს საოცარი ნაშრომები, იგი მიხვდა სინათლის რეფრაქციას, ანუ თეთრი შუქი რომ შვიდფერად იშლება, აქედან გამომდინარე მან დაადგინა ცისარტყელას ნამდვილი ბუნება. იგი სწავლობდა არეკულებს, ამზადებდა გამადიდებელ მინებს, ორთქლის ზრავას, ამბობენ რომ მას აქვს პირველად დახატული საფრენი აპარატები, ტელესკოპის და მიკროსკოპის მოდელები. მოკლედ, კაცი არის მოსიარულე სამეცნიერო ინსტიტუტი, თან სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტების გაერთიანება. ბეიკონის შექმნილი არისო ეს ტრაქტატიო წერს მარცი. სხვადასხვა მე-13 საუკუნე ისედაც ძალიან საინტერესო საუკუნეა ევროპის ისტორიაში და რომ არა მე-14 საუკუნეში აქ შემოსული ჭირი, რომელმაც ფაქტიურად გაანადგურა ევროპის მოსახლეობა, არ ვიცი, ეხლა დღეს მეცნიერება სად იქნებოდა. და აი ბეიკონი სხვადასხვა ძალიან კარგი და გამოჩენილი კრიპტოლოგიც იყო. იმ პერიოდში კრიპტოლოგები ბევრი იყვნენ, იმიტომ რომ მაშინ არ იყო სამეცნიერო ჟურნალები, მაშინ არ იყო საპატენტო ბიუროები და როდესაც ადამიანი მეცნიერი რაღაცას აღმოაჩენდა, როგორც წესი იგი ამ ხელნაწერს, ამ აღმოჩენას ინახავდა სპეციალურად გამოგონილი, მის მიერ გამოგონილი შიფრით, რომ მხოლოდ მას შეეძლებოდა ან იმ ვიწრო წრეს ადამიანებსაც, რომელსაც იგი ენდობოდა, მათ შეძლებოდათ ამ ნაშრომის წაკითხვა. ხელნაწერში ხდება საკმაოდ უცნაური ნახატები და არ არის გამორიცხული და შეიძლება ვივარაუდოთ, თუ ცოტა ფანტაზიას ჩავრთავთ, გონებას დავძაბავთ, რომ ისინი მიკროსკოპის ქვეშ არის დახატული. ანუ ეს არის მცენარეული მჯრედები, ვერქნის ანათალით. 1660 წელს მარცმა ვერ გაშიფრა ეს მანუსკრიპტი და იგი იეზუიტებს გადასცა იმ იმედით, რომ ისინი მაინც მოახერხებდნენ ამ ხელნაწერის რაობის დადგენას და ამის შემდეგ დოკუმენტი 242 წლით ქრება, სანამ ვოინიჩის ხელში არ მოხვდება. რუდოლფის კარზე მე უკვე ვახსენე ჯონ დი, რომელმაც 600 დუკატად მიყიდა ეს ხელნაწერი იმპერატორ რუდოლფ მეორეს. და აი ამ რუდოლფ მეორის კარზე კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ტიპი ტრიალებს, ეს გახლავთ ედვარდ კელი. კელი გახლავთ ბრიტანელი, იგი თავის სამშობლოში როგორც გადამწერი ისე მუშაობდა ერთ-ერთ სანოტარო ბიუროში და საბუთების გაყალბების გამო იგი დაიჭირეს, მას ყური მოაჭრეს, იგი იძულებული გახდა გაქცეულიყო ბრიტანეთიდან და ეს ყური რო არ გამოჩენოდა, რაღაც სპეციალური ქუდს იხურავდა ხოლმე და ამ ქუდს ესეთი მისტიური სახე ჰქონდა. იგი 1572 წელს ჩადის ევროპაში და ხვდება პრაღაში. პრაღაში, იმიტომ რომ აქ იკრიბება ყველანაირი ჯურის მეცნიერიც და ყველანაირი ჯურის აფერისტი და შარლატანი. აქ იგი აცხადებს, რომ არის ნეკრომანტი, არის მაგი, არის ალქიმიკოსი, უცნობილესი ალქიმიკოსი, იგი აცოცხლებს მიცვალებულებს და იგი უკავშირდება მის თანამემამულეს ჯონ დის და ისინი ერთად აცოცხლებენ გარდა ახალგარდაცვლილ ადამიანებს და ამით სახელს გაითქვამს და ეხა რუდოლფს მეტი რა უნდა, ასეთი ადამიანი დადის პრაღაში და თქმა უნდა დაუძახებს თავისთან და აბა რა შეგიძლიაო და კელიც არ დაიბნევა და იტყვის სპილენძი მომეციო. რამდენ სპილენძსაც მომცემ, იმდენ ოქროს გაგიკეთებ. ეხა რუდოლფი თლად ეგეთი შტერიც არ არის და გამოცდას მოუწყოს. მოკლედ ჩაკეტავს კელის კელიაში და ეტყვის რომ აგერძმა ყველანაირი ინგრედიენტი და გააკეთე ოქრო. კელი რა თქმა უნდა ხვდება რომ მას სხვადასხვა ჭუჭურტანებიდან მასზე დაკვირვებას ახდენენ, ამიტომ მას გამზადებული აქვს უკვე ერთი პატარა ნაბადი ოქროს ნაჭერი
და შეუმჩნევლად რაღაცებს ჩაატარებს, ვითომ ორთხლებს გაუშვებს, იქ ცეცხლებს დაანთებს, რაღაც ხმებს გამოსცემს, უჩუმრად ჩააგდებს ამ ოქროს პატარა ჯამში და ორ შეიტყვის. ააღებენ კარს, რახავენ მართლაც ოქროა. და რამდენიმე ტონას სპილენძს აძლევს რუდოლფი კელის და სპილენძი მაშინ საკმაოდ ეხლა ძვირფასი მეტალია ფაქტიურად და მაშინ ძალიან ძვირად ფასობდა, იმიტომ მისგან ფული იჭრებოდა და ზოგადად ძნელი მოსაპოვებელი მეტალი იყო. რამდენიმე ტონა სპილენძი უკვალოდ ქრება. კელის დაიჭერენ და მას ციხეს მიურჯიან, მაგრამ იქედან მოსწერს რუდოლფს, რომ მე ვაქო გაბრიელი გამეჭითაო საკანშიო რა ესო თავარ ანგელოზი რო არისო და მასწავლო როგორ შეიძლება ანგელოზებთან ლაპარაკიო. თუ გამომიშვებო მე ვგასწავლიო, არ არის პრობლემა. რუდოლფი ტიპია რა, მოკლედ გამოუშვებს ამას და დაჯდებიან და ეს ორი დღე ასწავლის რაღაცა აბდაობდა, რუდოლფი მიხვდება რომ აბოლებენ მაგრად და რომ და დაიჭიროს მეორეჯერ ეს კელი გაქრება. გაქრება სხვაჟერ ჯონ დინთან ერთად. გაქრება მხოლოდ 2 წლით. და ამ 2 წლის თავზე კი გამოჩნდება, უпростоრად გამოჩნდება ჯონ დი, რომელიც უკვე აი ამ ხელნაწერს მიყიდის რუდოლფს. ამიტომ ვარაუდობენ, რომ მანუსკრიპტი არის სწორედ ამ დროს გაკეთებული, ანუ ჯონ დის და კელის მიერ. მოკლედ ვოინიჩი ხდება, რომ თლად ისეთ ჩვეულებრივ ნაწარმოებთან არ აქვს საქმე. მან დაამზადა მანუსკრიპტის ფოტოასლები და აგზავნის სხვადასხვა მეცნიერებთან და სწორედ ამ დროს ფოტოასლების გამზადებისას იგი დააკვირდა, რომ პირველივე გვერდზე არის ლაქა, თითქოს რაღაცა არის წაშლილიო. აი ამ პირველ გვერდზე. 1950 წელს უკვე 20 წლის გარდაცვლილია ვოინიჩი. თავიდან შეისწავლიან ამ დოკუმენტს და უკვე ულტრაიისფერი სხივების საშუალებით სწორედ ამ ლაქის ქვეშ აღმოაჩენენ წარწერას იაკობუსი ტეპენეციდან. იგივე იაკობუს ჰორჯიცკი. ეს იაკობუს ჰორჯიცკი გახლავთ მე-17 საუკუნის უცნობილესი მკურნალი. იგი ამზადებდა სამკურნალო სცენარეებისგან სხვადასხვა ექსტრაქტებს, ფხვნილებს და ძალიან წარმატებული ექიმის სახელი ჰქონდა. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მას კარგი შემოსავალიც ჰქონდა და 1608 წელს იმპერატორმა რუდოლფ მეორემ სთხოვა იაკობუსს, რომ მისთვის დაემზადებინა მელანქოლიის, ანუ დეპრესიის საწინააღმდეგო წამლები, ასევე მას თავის ტკივილებიც ტანჯავდა და იაკობუს მას არ დაახანა, დაამზადა წამლები და ხო ისაუწრება, უშველა რუდოლფი ძალიან გახარებულია, მას სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა და იაკობუსს ნიშნავს მთავარ ექიმად იმპერიის. უზარმაზარი თანამდებობა. და რა თქმა უნდა, ვარაუდობენ, რომ სწორედ იაკობუსის ავტორობის ქვეშ არის გაკეთებული ეს წიგნი და მასში არის მოცემული რეცეპტები სხვადასხვა წამლების. ასტრონომებს, ქიმიკოსებს, მკურნალებს, მეცნიერებს ზოგადად ყოველთვის ჰქონდათ პრობლემა ეკლესიასთან, უბრალოდ ეკლესიას ჰქონდა მათთან პრობლემა, იქ ერეტიკოსებს ეძებდნენ, იქ რამე სწორად ემთხვევა, რასაც თქვენი იკულებთ თქვათ იმას, რაც სახარებაში და ბიბლიაში წერია თუ რაღაცა გადახვევას აკეთებდნენ, მოკლედ მუდმივი მუხრუჭი იყო იმ პერიოდში ეკლესია მეცნიერებისთვის და მეცნიერებს რა პრობლემებიც ექნებოდათ, აგერ ჯორდანო ბრუნოს მაგალითზე შენუდად იცით. ამიტომაც თვლიან, რომ აგერ იაკობუსმა ჩათვალაო, სიფრთხილეს თავი არ ტკივა და თავისი ნაშრომი ამიტომ დაშიფრა. მაგრამ იყო კი იაკობუსი ნამდვილად მანუსკრიპტის ავტორი. ცნობილია, რომ ამ მანუსკრიპტში არსებული და ჩახატული მცენარეების უმრავლესობა ბუნებაში არ არსებობს და ისინი უფრო ალეგორიული გამოხატულებები არიან თითქოს. ასეთი ალქიმიკოსები და ადამიანები, რომლებიც ამზადებდნენ წამლებს სხვადასხვა მცენარეებისგან, ალეგორიულად გამოხატავდნენ ხოლმე ამ მცენარეებს, მაგალითად იგივე ყურის ფორმა ჰქონდა მცენარეს, ითვლებოდა, რომ იგი ყურს
კურნავდა, თუ ღვიძლის ფორმა ჰქონდა, ადამიანის ღვიძლის ღვიძლს, გულის გულს და ასე შემდეგ და ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც ასეთ ნაშრომებში უკვე ნახატები არის ფაქტურად ფოტოგრაფიული სიზუსტის. ეს სადღაც უკვე მე-13 საუკუნიდან იწყება, მას შემდეგ რაც ახალი მიწები აღმოჩნდა, რაც ახალი მცენარეები, ცხოველები აღმოაჩინეს ევროპელებმა, მათ დაყავდათ მხატვრები სპეციალურად ასეთ ექსპედიციებში და ეს მხატვრები ისევ იმავე ფოტოგრაფიული სიზუსტით ხატავდნენ ყველა იმ მცენარეს, ცხოველს, პეიზაჟს, რომელიც მათ ხვდებოდათ. მაგრამ ამ მანუსკრიპტში მსგავსი რამ არ არის. ანუ აქ არის მცენარეები, რომლებიც ბუნებაში არ არსებობს. 324 მცენარიდან, რომელიც აქ არის დახატული, ბუნებაში არსებობს მხოლოდ 15. ანუ დადგინდა მათი რაობა. კიდევ ერთი უცნაურობა. ხელნაწერი თანამედროვე მეთოდით როდესაც შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ იგი არის ერთჯერადად, აი ერთ დაჯდომაზე, ერთი ამოსუნთქვით გაკეთებული თითქოს. სიმბოლოები ყველა არის იდეალურად გამოყვანილი, არსად არ არის ჩასწორება და ამ დროს ამ დროინდელი ხელნაწერები ყოველთვის ჩასწორებებით იყო ხოლმე, იმიტომ რომ ადამიანი ხარ და გეშლება, კომპიუტერშიც გვეშლება ჩვენ და შემდეგ ვასწორებთ, ხო? არც ერთი წვეთი ველნის ლაქა არსად. არადა ეს ძალიან ხშირია, ასევე იმიტომ რომ აი კალმიდან ყოველთვის ცვივა ხოლმე პატარ-პატარა წვეთები. თითქოს აკრეფილი არის კომპიუტერზე, შემდეგ გასწორებული და კარგი ხარისხის ლაზერულ პრინტერზე არის ამობეჭდილი, ასეთი შთაბეჭდილება რჩება. შემდეგ მეცნიერებმა უკვე საღებავებით შეისწავლეს მიკროსკოპის ქვეშ და ქიმიურადაც და აღმოჩნდა, რომ სულ არის გამოყენებული 5 საღებავი. ეს არის ყვითელი, წითელი, ყავისფერი, ლურჯი და მწვანე. ყველა შესაბამისი მინერალისგან არის დამზადებული. ეს მინერალები და ასეთი ტიპის საღებავები ძალიან ძვირი ღირდა იმ დროს, რუდოლფის პერიოდი არის მე-17 საუკუნე და საღებავების მიხედვით დგინდება, რომ ეს ყველაფერი არის მე-15 საუკუნეზე. აქვე უნდა თქვა, რომ და ეს ბევრმა შეამჩნია, რომ ნახატების დიდი რაოდენობა, განსაკუთრებით იქ, სადაც ადამიანები ხატია და ეს ადამიანები ძირითადად ქალები არიან, ბავშვის ნახატებს გავს თითქოს, ვიდრე ოსტატი. და აქ ჩნდება კიდევ ერთი ესეთი ფანტასტიკური საზრება, თუმცა ვოინიჩის ხელნაწერთან მიმართებაში მგონი ყველაფერი ფანტასტიკურია, რომ იგი შექმნილი არის 7-8 წლის ასაკის ლეონარდო და ვინჩის მიერ. ლეონარდო მოგესწრებათ დიდარი ოჯახის შვილი იყო, მას ჰქონდა ფუფუნება, რომ ჰქონოდა ძვირფასი საღებავები, მაგრამ იმდენად ძვირფასი იყო თვითონ პერგამენტი, რომელზეც არის დახატული ეს ყველაფერი და შესრულებული ეს ყველაფერი, რომ წარმოუდგენელია სათამაშოდ ბავშვისთვის მიეცათ მსგავსი რამ და მით უმეტეს იქ ხა ესეთი შიშველი ქალები არიან ანატომიურად სწორად გამოსახული, არ ამგონია რომ ლეონარდოს ამის გამოცდილება ჰქონოდა. თუმცა ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი, რომ აი კერძოდ ამ იმაში ხედავთ თქვენ ჩახატული არის ზოდიაქოს ნიშანი ვერძი. აქ არის 15 ქალის გამოსახულება, ვერძი მოგესწრებათ აპრილის ზოდიაქოა, 15 ქალი ნიშნავს 15 აპრილს, აი ეს ქალი, რომელსაც ხელში ჭრელ ლენტზე მიმული ვარსკვლავი უკავია, არის 10 საათის მიმართულებაზე და თითქოს მეცნიერი დავარქვათ ენთუზიასტი, ამბობს, რომ ლეონარდოს ცხოვრებაში 15 აპრილი და 10 საათი არის რაღაცა მნიშვნელოვანიო. დავტოვოთ ეს ფანტასტიკური თეორია გვერდით და დავბრუნდეთ მიწაზე. წიგნი მართლა ძალიან რთული ტექნიკითაა შესრულებული და რა თქმა უნდა იგი ვერ იქნებოდა ვერანაირი პატარა ბიჭის გასართობი. 2009 წელს მეცნიერებმა ხელნაწერის დათარიღების უფლება მიიღეს. მანამდე მათ ამის უფლება არ ჰქონდათ. საქმე იმაშია, რომ რადიო ნახშირბადული მეთოდით ეს ყველაზე ზუსტი მეთოდია ესეთი ამ ინტერვალის ასთვის ეშორეული წარსულის დროის დასადგენად. მისთვის საჭირო არის ნიმუშები, რომლებიც შემდეგ დაიწვება, შემდეგ მათი შესწავლა მოხდება და არ აძლევდნენ უბრალოდ იელის უნივერსიტეტში ამის უფლებას, მაგრამ 2009 წელს მისცეს ამის უფლება მეცნიერებს, მათ ყველა გვერდიდან აიღეს პატარ-პატარა ნიმუში, შეისწავლეს ისინი და აღმოჩნდა, რომ ყველა
ეს ნიმუში არის 1404-დან 1438 წლამდე დიაპაზონში მოქცეული. ასაკი და წელი ამ დოკუმენტის შექმნისა უნდა იყოს 1420. 1420 წელი ეს ის წელია, როდესაც ბეიკონი უკვე არ გახნის გარდაცვლილია, ლეონარდო ჯერ არ დაბადებულა, ასევე არ დაბადებულან არც კელი, არც ჯონ დი, არც იაკობუს ჰორჟიცკი, არც იოჰანეს ერჰერი და რა ვიცი, არც ერთი ის ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ამ ხელნაწერის შექმნაში, ყველას ძალიან მყარი ალიბი გააჩნია. ასევე გადარჩა ვოინიჩი, იმიტომ რომ ამბობდნენ თითქოს სწორედ ვოინიჩმა შექმნაო თვითონ თავისით ეს დოკუმენტი და შემდეგ უკვე ჩვენ გვაბოლებსო. თუ დავაკვირდებით, თუ როგორი სიზუსტით და ხარისხიანად არის გამოყვანილი სიმბოლოები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წიგნზე მინიმუმ 2-3 წელი მუშაობდნენ და მის ხარისხს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ახლა განვიხილოთ შიფრები. როგორც გითხარით, შუა საუკუნეებში დაშიფრვა სხვადასხვა დოკუმენტების ეს მიღებული წესი იყო და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიფრი გახლდათ ეგრეთ წოდებული კეისრის შრიფტი, მას იულიუს კეისრის სახელი ერქვა, რატომ? იმიტომ რომ თითქოს მან გამოიგონა. ეს ძალიან მარტივი შიფრი იყო და იგი დამყარებული იყო ასოების გადაადგილებაზე. მაგალითად, თუ თავიდან იყო მოცემულობა, რომ წამკითხველს უნდა სცოდნოდა ეს აუცილებლად, 3 ასოთი იყო გადაადგილებული ის ასო, რომელიც უნდა წაკითხულიყო, იგი ადვილად წაიკითხავდა ამ წერილს, მაგრამ სხვა ადამიანი ვერ წაიკითხავდა. მაგალითად, 3 ცდომილებიანი შიფრი. როდესაც A იწერება როგორც B, G, D, ანუ მესამე ასოთ. ან D იწერება როგორც E, V, Z. 1330 წელს ვატიკანმა გამოიგონა თავისი შიფრი და მასში იყო ეგრეთ წოდებული გასაღები სიტყვები. თუ შენ იცოდი ეს გასაღები სიტყვები, შენ შეგეძლო აზრი გამოგეტანა ნაწერისგან. მაგალითად, თქვა რაღაც ნაწერში იყო სიმბოლოები, რომლებიც აღნიშნავდა პაპს, ეკლესიას, მეფეს, ჯვარს, ჯვარცმას, თქვა და ასე შემდეგ და ეს სიტყვები და ეს სიმბოლოები შენ იცოდი სად, როგორ და რანაირად იჯდა, შენ შეგეძლო მთლიანი წერილი თუ ზუსტად არ წაგეკითხა, ყოველ შემთხვევაში გაგერკვია რაზე იყო იქ საუბარი. შიფრს კიდევ ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მოგეხსენებათ ევროპა მუდმივ ომებში იყო. იმ დროს არა მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომებს, არამედ ჩვეულებრივ წერილებსაც, რომლებსაც იგივე ვთქვათ, მაღალი თანამდებობის პირების წერდნენ ერთმანეთს, მასაც დაშიფრვა ჭირდებოდა. ეხლა დღეს ყდება მეილები და ტელეგრამი და სიგნალი და ეს სიგნალი რო გვეგონა ყველაზე დაცული იყო, ნახეთ რომ იქედანაც გამოჟორნა ინფორმაცია და მაშინ მით უმეტეს, როცა შიკრიკს მიქონდა წერილი და შეიძლება ეს 2 თვის განმავლობაში ეტარებინა, ამ დროს ძალიან დიდი შანსი იყო, რომ ეს წერილი ვიღაცას წაეკითხა და ამიტომ აუცილებელი იყო მისი შიფრირება. დღეს ნებისმიერი შიფრის გატეხვა არის შესაძლებელი. კომპიუტერები ჩვენ გვაძლევს უფლებას ნებისმიერი შიფრი, თუ კი რამე არსებობს, თუ კი რამ გამოუგონია ადამიანს, ყველა გახსნას. მით უმეტეს კრიპტოგრაფებისთვის ძალიან საჭირო არის ხოლმე, რაც შეიძლება მეტი სიმბოლო იყოს მათთვის ცნობილი და ხა წარმოიდგინეთ მანუსკრიპტი, რომელშიც 240 გვერდია და მასში 170.000 სიმბოლოა. ეს სიმბოლოები ყველა რა თქმა უნდა კომპიუტერულ ბაზებში შეიყვანეს, ამ სიმბოლოების განლაგება შეეფარდა და შეედარა დედამიწაზე აქამდე არსებულ ყველა დამწერლობას და აღმოჩნდა, რომ იგი არც ერთ დამწერლობას, არც ერთ ენას თავისი წყობით არ იგავს. ოდნავ ჩამოგავს პოლინეზიურს, მაგრამ პოლინეზია იმ დროს, ანუ 1440 წელს ჯერ აღმოჩენილი არც იყო. არსებობს სხვადასხვა ენის მათემატიკური ანალიზიც, თუ რომელი სიტყვა რა სიხშირით გვხვდება, იმის მიხედვით შეიძლება ვთქვათ რაღაცა დაადგინო ადამიანმა. მაგალითად მე ChatGPT-ს მივეცი ასეთი დავალება, რომ მას მოეძებნა 10 ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვა ქართულ ენაში,
თქვენ შორის საკმაოდ დიდხანს იფიქრა და ისიც მითხრა რომ ეს არ არის საბოლოო ვარიანტი, იმიტომ რომ ამას მეტი კვლევა ჭირდებაო და მომცა აი ეს სიტყვები. პრინციპში ასეც არის, ანუ ეს სიტყვებია და, იგი, რა, არა და ასე შემდეგ, რომლებსაც მე საუბრის დროსაც ძალიან ხშირად ვიყენებ. და ასეთი სიტყვები შეიძლება ვთქვათ ასოების ან სიმბოლოების საშუალებით ვნახოთ, რომ აი ორი რაღაცა სიმბოლოა, რომელიც ხშირად გვხვდება ერთად. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის და, ანუ კავშირის ნიშანი. ანუ ან მაგალითად იგი სიტყვა, ან სიტყვა არა და ამ სიტყვებს შორის უკვე არსებული სიტყვები ჩვენ შეგვიძლია უკვე ჰუმანით მივხვდეთ თუ რა შეიძლება იყოს. დაახლოებით ასე არის, ასე ხსნის თუ არ გაქვთ წაკითხული, აუცილებლად წაიკითხოთ, მე არ დაგასპოილერებთ, ედგარ ალან პოს ჩემი უსაყვარლესი მწერლის, ასევე უსაყვარლესი მოთხრობის ოქროს ხოჭოს გმირი შიფრს, რომელიც მას ძალიან საინტერესო რაღაცებს აჩვენებს. და კვლავ ჩიხში ვართ. არ იხსნება ჩვენი მანუსკრიპტი. 1971 წელს ჩატარდა საფუძვლიანი კვლევა თვითონ ასოების მოხაზულობისა და იყო ეჭვი, რომ ასეთი მსგავსი პედანტურობით და სიზუსტით გამოყვანილი ასოები არ შეიძლებოდა დაეწერა ფსიქიურად ნორმალურ ადამიანს. მოგეხსენებათ, ფსიქიური პრობლემების მქონე ხალხს აქვს ესეთი მიდრეკილება რაღაც საქმის ძალიან სკრუპულოზურად კეთების და განსაკუთრებით პატარა ზომის რაღაც საგნების შექმნის და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ცნობილია და როგორც დადგინდა კომპიუტერული კვლევებით, ამ ხელნაწერზე მინიმუმ 2 ადამიანი მუშაობდა და მაქსიმუმ 3. და ახლა 3 და 2 ადამიანის ერთნაირი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების შეკრება ერთი საქმის გასაკეთებლად ცოტა რთული მომენტი იყო იმ პერიოდში მით უმეტეს, როდესაც მოგეხსენებათ, როგორ ეპყრობოდნენ ასეთ ადამიანებს ისინი ეშმაკისეულებად და შეპყრობილებად მიაჩნდათ. არის კიდევ ერთი მოსაზრება, რომ და მე მეტნაკლებად ამას ვემხრობი, რომ ეს მანუსკრიპტი სპეციალურად არის შექმნილი რუდოლფ მეორის მსგავსი ტიპებისთვის, რომ მან დიდარი მყიდველი დააბნიოს, დააჯეროს მისი ჯადოსნობა და უნიკალურობა და აქედან გამომდინარე სულაც არ არის გამორიცხული, რომ აქ არანაირი შიფრი არ იდოს და ეს იყოს უბრალოდ ვიღაც ძალიან ჭკვიანი, ძალიან გაქნილი და ძალიან შრომის მოყვარე აფერისტის გაკეთებული ხელნაწერი, რომელიც ძალიან სარფიანად გაიყიდა, მოგეხსენებათ, 2 კილოგრამი ოქროს გამო, ახლა ადამიანი შეიძლება დაჯდეს და ასეთი რამე გააკეთოს. თვითონ მანუსკრიპტს რაც შეეხება, იგი შედგება რამდენიმე თავისგან პირობითად, ეს არის პირველი, ეს არის ჰერბალური, ანუ მცენარეული ტექსტები, აქ არის როგორც გითხარით 334 მცენარის გამოსახულება, იქვე არის მაგაზე წარწერები, სხვა შეიძლება როგორ კეთდებოდა, ჯერ იხატებოდა მცენარე და შემდეგ იწერებოდა ტექსტი. აქედან მხოლოდ 15 არის ცნობილი, ანუ გაშიფრული მცენარე და ძალიან საინტერესოა, რომ მათ შორის არის, ამ გაშიფრულთა შორის არის 2 ამერიკული მცენარე, ეს გახლავთ ოპუნცია, კაქტუსი, რომელიც ამ ბოლო დროს სხვათა შორის თბილისის შემოგარენს მოედო და ეს არ არის კარგი. მიუხედავად იმისა, რომ ოპუნციის ნაყოფი საკმაოდ გემრიელია, ის ძლიერი სარეველაა და მისი მოსპობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება ცოტა ხანში. და მეორე ეს გახლავთ მზესუმზირა. მეორე ნაწილი ეს გახლავთ ასტროლოგიური შინაარსის ნაწილი. აქ არის უამრავი ფიგურა გამოსახული, არის ასტროლოგიური ნიშნები, თევზები, თხის რქა, ტყუპები, კირჩხიბი, რა ვიცი, ყველა ნიშანია და ასევე არის სხვადასხვა თანავარსკვლავედები, რომლებიც არ არის გაშიფრული, რომელი თანავარსკვლავედები არის პლანეტები და ნისლეულების გამოსახულებაც კიო, ასე ამბობენ მეცნიერები. რატომღაც ასტროლოგიური ნაწილი სავსე არის შიშველი ქალების გამოსახულებით, რომლებიც რაღაცა სხვადასხვა პოზებში არიან. არის ძალიან საინტერესო ნაწილი ფარმაცევტული, ეგრეთ წოდებული ფარმაცევტული, სადაც არის მცენარეთა სხვადასხვა ნაწილები გამოსახული, არის ალქიმიური და ქიმიური და ფარმაცევტული სინჯარების და სხვადასხვა ჭურჭლის გამოსახულებები და იქაც რაღაც ძალიან დაწვრილებითი აი ამ სიმბოლოებით რაღაც ახსნები არის დაწერილი თითქოს.
ცალკე აღნიშნვის ღირსია ნაწილი, რომელსაც პირობითად ბიოლოგიურ ნაწილს უწოდებენ, თუმცა მე სრულიად ვერ ხვდები რატომ არის ეს ნაწილი ბიოლოგიური, სრულიად გაურკვეველი თემატიკაა აქ. ეს არის 19 გვერდი 28 გამოსახულებით და 28-ვე გამოსახულებაზე არიან შიშველი ქალები, რომლებიც რაღაც მილებთან ურთიერთობენ, ასევე მათი ჯგუფების ხედან ხან ლურჯი წყლით სავსე ბასეინში, თუ სითხით სავსე ბასეინში, ხან მწვანე სითხით სავსე ბასეინში, თითქოს ეს არის რაღაცა ისე მცენარეული ექსტრაქტებისგან დამზადებული წყალი, რომელშიც ბანაობა, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მომტანია და დღესაც პოპულარულია მსგავსი მეთოდი და ზოგადად ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ეს ხელნაწერები ქალებისთვის არის განკუთვნილი და მათი მკურნალობის მეთოდს განიხილავს. მაგალითად, აგერ ამ ნახატზე, ეს ნახატი განსაკუთრებით მომწონს, ორი ქალი მათ უჭირავთ ხელში ყაყაჩოს ნაყოფები. ყაყაჩო მოგეხსენებათ არის ძლიერი, ტკივილგამაყუჩებელი, წამლის დასამზადებელი საშუალებაც და დამაძინებელი, დამამშვიდებელიც, რომელიც შემდეგ უკვე დამოკიდებულებასაც იწვევს, კერძოდ მოგეხსენებათ ოპიუმი მე-20 საუკუნის დასაწყისის ჩათვლით, საკმაოდ პოპულარულ სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა, სანამ არ დაადგინეს, რომ იგი მომაკვდინებლად მომწამლელი არის და ის მიჩევა, რომელიც მასზე ძალიან სწრაფად ხდება, ადამიანისთვის დამღუპველია. მანუსკრიპტში არის ერთი სრულიად რეალური ნახატი, რომელიც ნათელს ფენს მანუსკრიპტის დამზადების ადგილს. აი ეს არის ეს ნახატი და როგორც ჩვენ ვიცით 1420 წელს არის უკვე დათარიღებულია. აი ეს ნახატი მიუნიშნებს იმაზე, რომ იგი ჩრდილოეთ იტალიური წარმოშობისაა. რატომ? იმიტომ რომ სწორედ ამ პერიოდში 1410-დან 1430 წლამდე სწორედ ჩრდილოეთ იტალიაში შენდებოდა ციხის გალავნები, რომლებსაც ჰქონდათ აი ესეთი მერცხლის კუდებს ეძახიან, მერცხლის კუდა სათოფურები. და შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ მანუსკრიპტი შექმნილია 1420 წელს ჩრდილოეთ იტალია, მაშინაც როგორც დღეს განსაკუთრებული რეგიონი გახლდათ, არა მხოლოდ იტალიის, არამედ ზოგადად ევროპის, იმიტომ რომ ეს იყო საკმაოდ მდიდარი და წინწასული რეგიონი. და აი სულ ახლახან 2024 წლის სექტემბრის ინტერნეტ გამოცემა Ars Technica-ში მე ვიპოვე ძალიან საინტერესო სტატია. კერძოდ ევროპის შუა საუკუნეების ცნობილმა მკვლევარმა ლიზა ფაგინ-დევისმა შეისწავლა მანუსკრიპტის სრულიად ახალი მეთოდით. ეს გახლავთ მულტისპექტრალური ფოტოგრაფია და სენსაცია. მაგრამ ჯერ რას ნიშნავს ეს მეთოდი? იგი რამდენიმე წელია რაც გამოიგონეს და გამოიყენება ისტორიული ხელნაწერების და ნახატების ორიგინალურობის დასადგენად. იყენებენ სხვადასხვა სპექტრს სინათლისას, ისინი აღწევენ სიღრმეში დოკუმენტის და ფენა-ფენას სწავლობენ ნახატს. მოგეხსენებათ ზოგიერთი ნახატი ძველ ნახატზეა გადახატული, ზოგიერთი ნახატის ქვეშ კიდევ რაღაცეები იმალება, ასევე ხელნაწერების ქვეშ. და პირველი რაც დადგინდა, ეს იყო ის, რომ ეს პერგამენტები არ გახლავთ პალიმსესტები. ანუ პალიმსესტი რას ნიშნავს? ეს არის დოკუმენტი, როდესაც ერთი წაშლილია და მეორეა ზედ გადაწერილი. როგორც გითხარით, პერგამენტი ძალიან ძვირფასია. ამიტომ ძალიან ხშირად მას აცლიდნენ ზედა ფენას, ანუ ვიღაცა რაღაცას დაწერდა, მერე ვიღაცა ჩათვლიდა, რომ არა ეს იმდენად მნიშვნელოვანი, წაშლიდა ამას და ზემოდან გადააწერდა თავისას. აი დაახლოებით ისევე როგორც ბარათზე ჩვენ შეგვიძლია წავშალოთ სხვისი რაღაცები და ჩავწეროთ ჩვენ. დაახლოებით იგივე მომენტია და ეს უკვე კარგი იყო, იმიტომ რომ ესე იგი გადაკეთებული, გადმოკეთებული ეს დოკუმენტი არ არის და არის ორიგინალი. და რაც თავარია, დოკუმენტის კიდეებზე, ფურცლების კიდეებზე არის ლათინური ასოები. A B C D E ერთ ადგილას, სხვაგან სხვა არის კლმ და ასე შემდეგ და მათ აქვთ თავიანთი შესაბამისი სიმბოლოები.
ანუ რა გამოდის, დაახატეთ ნებისმიერ სიმბოლოს ეს 100 თავზე, წამოწექი მდელოზე და წაიკითხე ვოინიჩის დოკუმენტი, მაგრამ ნურას უკაცრავად, იმიტომ რომ ლიზამ როდესაც შეისწავლა ამ ასოების მოხაზულობა, მან ასევე შეისწავლა იმდროინდელი ამ მანუსკრიპტთან დაკავშირებული ადამიანების ხელნაწერები და აღმოჩნდა, რომ დეშიფრაციის მცდელობა თავის დროზე ჰქონია იოჰანეს მარკუს მირცს. და სწორედ მის მიერ არის შესრულებული ეს მინაწერები, ასე რომ სენსაცია ვერ შედგა. ჩვენს წინ კვლავ დევს წიგნი, რომელსაც ვერავინ კითხულობს. გასრულდა ჩვენი ვიდეო და ვინც ბოლომდე უყურა ამ ვიდეოს, ალბათ ისევეა მონუსხული, როგორც მე, როდესაც მასზე მუშაობდი. ასეთი თემები ზოგადად ასე მუშაობენ. ჯერ შენ სწავლობ და ეძებ, შემდეგ ისინი თავად მოდიან, თავად გეჩურჩულებიან, თავად გიყვებიან თავიანთ ამბებს. სხვადასხვა ენებზე, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება არ გესმოდეს, მაგრამ ხვდებოდე რაზეა საუბარი. და ძალიან ხშირად საიდუმლოდ რჩება და იმიტომაც არის იგი საიდუმლო, რომ ასედაც დარჩეს. თუმცა არიან უცნაური ადამიანები, რომელთა მოხეტიალე აჩრდილები მაინც არსებობენ, რომლებიც გვიყურებენ ჩვენ სხვადასხვა ნახატებიდან, ხელნაწერებიდან, ზოგჯერ საოჯახო ფოტოალბომებიდან და გვიყვებიან თავიანთ ისტორიებს. ეს ისტორიები შეიძლება იყოს იდუმალი, ზოგჯერ ბნელი, მაგრამ ყოველთვის ძალიან საინტერესო. ახლა კი შეპირებული სიურპრიზი, მე გთავაზობთ საიტის მისამართ, საიდანაც თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ ვოინიჩის ხელნაწერი, ეს გახლავთ იელის უნივერსიტეტის გვერდი და აქედან აი ორიგინალური ფაილი თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ და ჩაუჯდეთ მას და დაიწყოთ მისი გაშიფრვა. მე კი ლამას საინტერესო კვირას გისურვებთ, ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით კვლავ ერთმანეთს, კვლავ ძალიან საინტერესო თემებით, არ მოიწყინოთ, ნახვამდის.